მოგესალმებით, მე ვარ მოსკა, გიგეც ფერმის სახელოსნოდან და დღეს ჩვენი სტუმარია ბალანსის პრინცესა, კეთევან ბულუხია, იგივე ბუსკუ. ძალიან სასიამოვნოა რომ გვესტუმრეთ ფერმაში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ მოიცალეთ. ყოველთვის თქვენთვის. მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ და ბევრი მომხმარებელი უკვე ძალიან კარგად გიცნობს, მაგრამ ვინც არ გიცნობს, თუ შეგიძლია რომ მოკლედ აუხსნა რას საქმიანობ, რას ქმნი. სიამოვნებით. მე მქვია ქეთევანი, ჩემი მეტსახელია ბუსკუ. და დღეს აქ იმისთვის მოვედი, რომ ვისაუბრო ჩემს აღმოჩენაზე და ასევე ჩემს საყვარელ საქმიანობაზე, რაც არის ბალანსის დაფების შექმნა. ეხლა მკითხავთ ალბათ შემდეგი ჩამჭრელი შეკითხვა იქნება, რა არის ბალანსის დაფა? ბალანსის დაფა არის ესეთი სპორტული ინსტრუმენტი, რომელიც არ არის მხოლოდ ბალანსის დაფა. ეს არის არტ ბალანსის დაფა, რადგანაც ბალანსის დაფის ზედაპირი იხატება ხელით და იქნება სხვადასხვა ტიპის უნიკალური დიზაინებით. შენთვის ბალანსის დაფაზე დგომა რომელ ბალანსს გაწდეს? რას იბალანსებს? ჩემთვის ბალანსის დაფაზე დგომა უპირველეს ყოვლისა მიბალანსებს ხელს და გონებას. და ამორის ნაზავი არის ერთად და ბალანსის დაფა არის თითქოს ჩემთვის მექანიზმი, რომლითაც ამორის კონტროლი და დაბალანსება შემიძლია გათანასწორება. საიდან წამოვიდა საერთოდ ინსპირაცია ამ ყველაფრის? მე მახსოვს, რომ შენ ჯერ სერფინგით იყავი დაკავებული. მაგრამ აი ის ეტაპი არ ვიცი თვითონ როგორ აღმოაჩინე, როგორ დაიწყე, საიდან მოვიდა ეს ინსპირაცია? ეხლავე მოგახსენებთ. ეს იყო 2020 წელი, თუ არ ვცდები, როდესაც პირველად ავიხსნე ოცნება და წავედი სერფინგის ბანაკში. პორტუგალიაში. მოკლედ ამ სერფინგის ბანაკში გადავაწყდი ბალანსის დაფას და მივხვდი, რომ ბალანსის დაფა იყო ყველაზე კარგი ტრენერი სერფინგის დაუფლებისთვის. და რეალურად ეს სხვანაირი დაფაა. რეალურად ეს მეკითხები სერფინგის დაფაზე თუ აი რაზეც ვახურდებოდნენ სერფინგის არა ეს ზუსტად ესეთი ტიპის დაფა არის ხო ბალანსის დაფა ესეთი დაფა არის ბალანსის დაფას აქვს სხვა ფორმები სხვა ზომები სტანდარტულად ვიტყოდი რომ სადღაც 80 სანტიმეტრამდე სიმაღლის არის ძირითადად არის ხის და განსხვავება სირთულეების ამბავია თუ უბრალოდ ვიზუალი? სირთულეების ამბავი არის, რასაც ვიზუალი ქმნის. ანუ მაგალითად თუ ბალანსის დაფას აქვს ძალიან პრიალა ზედაპირი, აი ხა მაგალითად ამ ბალანსის დაფაზე ხედავთ რა ცოტა იგრძნობა რა ხაო არის, რაც არის მოჭიდებისთვის ძალიან კარგი. ანუ ამ დროს ფეხი ნაკლებად სრიალებს, კი შეგიძლიათ. რა მატერია? ფეხი ნაკლებად სრიალებს და შანსი იმის რომ გაცურდე არის ძალიან ცოტა. ასევე ზოგიერთ ბალანსის დაფას უკანა მხარეს უმაგრდება ესეთ სამაგრები, რომ გორიალაზე როცა დგები, ძალიან არ წაიღო. მაგრამ ესეთ დაფები მე ვიტყოდი რომ ძალიან მოსაბეზრებელი არის ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად არის, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ და ანუ ძალიან მოსაბეზრებელია. თუ ვერ წაიქეცი რა აზრი? ხო. აუბრუნდეთ სერფინგის სტეპთან ერთად გახურებას. კი ბატონო, ესე იგი მე მივხვდი რომ სერფინგი ეგეთ მარტივი აქტივობა არ ყოფილა, რადგანაც ჩვენს ხელში გვაქვს კუნთები, რომელიც სპეციალურად სერფინგისთვის გჭირდება, რომ იყოს ხო, ანუ ამაში გულისხმობ რას, რომ შენი ტორსო, ანუ ეს ზედა ნაწილი, მუცლის კუნთები, წელის კუნთები და ფეხები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში და ზუსტად ბალანსის დაფაზე დგომისას ყველა ეს კუნთი არის პირდაპირ აქტიურ ფაზაში და
ძალიან გიმარტივებს ამ საქმეს. ამიტომ მივხვდი, რომ სერფინგისთვის, ვისაც სერფინგის მოყვარულია და უნდა რომ დაეუფლოს ამ სპორტს, აუცილებელი არის რეცეპტი არის, რომ ბალანსის დაფით უნდა დაიწყოთ. და არა მარტო სერფინგი, სნოუბორდინგიც იგივე პრინციპით არის, სკეიტბორდი ხო მით უმეტეს და ყველა დაფის სპორტები და არა მარტო ვიტყოდი რომ აი მოთხილამურეებიც მაგალითად აქტიურად იყენებენ ხოლმე. ბალანსი ყველა სპორტში ძალიან საჭირო არის და წაგადგებათ ყველაფერში. ბავშვებისთვისაც ხო კარგია თავიდანვე თუ მიაჩო, თავის ხელს უფრო ფლობს მერე ხო? გეთახვები კი, ანუ მოტორიკას ამუშავებს, ანუ ასევე ბალანსის დაფას ეძახიან მონტესორულ სათამაშოსაც, იმიტომ რომ მოტორიკაში ძალიან ეხმარება ბავშვებს და ნუ ბავშვობიდან ამაზე რომ უმახვილდებათ ყურადღება, სენსორული მოქმედებები უფრო წიფდება. ძალიან კარგი. და გონების, ანუ რასაც დავამატებდი არის, რომ გონების და ფიზიკური ვარჯიშის ერთიანი კარგი ნაზავი გამოდის, როცა ბალანსის დაფაზე დგახარ. მე ძალიან მომწონს ის, რომ ანუ აბსოლუტურად ყველა არის უნიკალური. გეთახვებით. ანუ არ მეორდება. ყველას თავისი შექმნის ისტორია აქვს და ჩვენ კი უკვე შევთანხმდით, მაგრამ ვითომ არ შევთანხმებულ ვართ. თუ ძალიან არ შეგაწუხებ, თუ შეგეძლია რომ გვაჩვენო შექმნის პროცესი და შენ შიდა სახელოსნოში შეგვახედა. ამჯერად გადავიხებთ მართალია კიკეთის ფერმის სახელოსნოში, კი ბატონო, მაგრამ სახელოსნოში, მაგრამ ჩემი იდეებით. კი, და შენი მუშაობის პროცესს გავიცნობით ახლოდან. დიდი სიამოვნებით. მაინტერესებს იმ ამბის დასასრული ინსპირაცია საიდან მოვიდა? ესე იგი, ინსპირაცია პირველი ეს ამ სერფინგის სკოლაში რომ ვიპოვე, უკვე გამიჩნდა იდეა, რომ შემეძინა ბალანსის დაფა. და უბრალოდ ეს დაფა, რომელიც გამოვიწერე პირველად, არ მაყოფილებდა დიზაინით, ანუ ვიზუალი იყო ძალიან მოსაბეზრებელი ჩემთვის და მაშინ გადავწყვიტე, რომ შემეღება ეს დაფა რაღაც ფორმა შენებურად. ჩემი პულივიზატორები ვიყიდე და შევქმენი, მაშინ შეიქმნა პირველი დაფა. მე გამიჩნდა იდეა, იმიტომ რომ ეს დაფა საკმაოდ დიდი იყო და ჩანთაში არ ჩამეტია და საქართველოში რო ბრუნდებოდი, აეროპორტში ესე ხელით მომქონდა და ჩამომართვეს. და თითქმის ანუ ფაქტიურად მითხრეს რომ ვერ გაგატანთო. რატო? იმიტომ რომ არ შეიძლება ამის წაღება მითხრეს და მიზეზი არ ქონდა. მიზეზი არ ვიცი, ანუ დიდია და ხელში არ შეიძლება რომ გეჭიროს. ჩემოდანში უნდა ჩაგეტო. ხო. და მოკლედ გადავწყვიტე რომ ანუ ვერ დავთმობდი ამ დაფას, იმიტომ რომ გადაწყვეტილი მქონდა რომ ამას მე საქართველოში ვერ ვიყიდდი და სანამ გამოვიწერდი ძალიან დიდ დროს წაიღებდა, იმიტომ რომ კიდე სხვაგან მივდიოდი და მოკლედ გადავწყვიტე რომ ჩემით დამემზადებინა და საქართველოში მაინც ჩამოვიტანა ის დაფა ძალიან დიდი ხვეწნის წვალებით და ან ეს ვიდეოც მაგ გადაღებული ეს კაცი რომელმაც ჩამომართვა ეს დაფა როგორ მიდის ესე ჩემი დაფით და მიუყვები ვითომ რაღაცა ძალიან საშიში ეს არის ნივთი კონფისკირებული და მოკლედ საქართველოში ჩამოვედი ესეთი იდეა დამებადა რომ შემექმნა ჩემი ბალანსის დაფა და მომეხატა საინტერესო და სახალისო დიზაინები და გავაკეთე კიდეც მაგრამ პირველი დაფა ძალიან სიმბოლური არის, რომ პირველი დაფა, რომელიც მე შევიძინე, ჰოლანდიაში შევიძინე და პირველი დაფა, რომელიც გავყიდე, ჰოლანდიაში გავყიდე. მართლა ძალიან ცუდი გამოცდილება იყო, რომ ჩამოგერთვეს, მაგრამ რაღაც ხო იმ კაც მადლობა უნდა გადაუხადოთ. ეგრე არა? კი. ნამდვილად ხო. დამზადების საჭიროება შეიძლება არ დამდგარიყო. კი, თან საქართველოში მაშინ ბალანსის დაფას არავინ არ აკეთებდა. და ძალიან რთული იქნებოდა რა შიპინგი ეს რაღაცა შეუყვეთე თან ისაც მქონდა უკვე ერთი და ანუ აღარ მინდოდა რომ იგივე დიზაინით მეორე მქონოდა და მაგიტომ მოვიფიქრე ეგეთ რაღაცა ძალიან დიდი დრო დამჭირდა სხვათა შორის იმაზე რომ აი ეს გორიალების ესეთი ვერსია შემექმნა. ჯერ სანამ მე დამაყენებ ბალანსის დაფაზე, მინდა გთხოვო, რომ
შენ დადგე და თუ შეგიძლია აი დამწყებებისთვის ვინც ანუ ვისაც უკვე აქვს ან ვისაც სურვილი აქვს და აინტერესებს რომ აი მარტივი ოინები ასწავლოს მარტივი რჩევები მისცა აი როგორ შეიძლება რომ სახლის პირობებში ჩვენ კი უკვე დავამატეთ შენთან ერთად ვორქშოპი ბალანსის დაფაზე და სასკოლო პროგრამაც არის და team building-ისთვისაც ვისაც სურვილი ექნება მაგრამ ვისაც ინდივიდუალურად უნდა რომ სახლში კონდეს და თავისთვის იმეცადინოს იმასაც რომ აუხსნა რომ აი უსაფრთხოებისთვის რა უნდა გაითვალისწინოს და როგორ შეიძლება რომ პირველად გადადგას ეს ნაბიჯი ასე. სიამოვნებით. ამისთვის პირველ რიგში დაგჭირდებათ ბალანსის დაფა, გორიალა და იოგას მატი. აუცილებელი არის დამწყებებისთვის იოგას მატი, რადგანაც მოცურებისგან გიცავს და თუ წაიქცევით, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამაში დიდი ტრაგედია არ არის, მაინც უსაფრთხოდ იქნებით. ვდებთ ესე გორიალას და ზემოდან ვადებთ ბალანსის დაფას. ძალიან ხშირი შეცდომა არის, რომ ადამიანები რატომღაც იწყებენ აქედან. არ ვიცი რატომ, მაგრამ მთავარი არის ხოლმე სანამ ბალანსის დაფაზე დავდგებით, მივხვდეთ ჩვენი წამყვანი ფეხი რომელია. ამისათვის ვაკეთებთ ესეთ ძალიან მარტივ სავარჯიშოს, გაუცნობიერებლად ვაკეთებთ ერთ ნაბიჯს წინ რომელიმე ფეხით. ჩემ შემთხვევაში ეს ფეხი არის ხოლმე მარჯვენა და რაც ნიშნავს, რომ ბალანსის დაფაზეც ჩემი მარჯვენა ფეხი იქნება წინ. ახლა ვიწყებთ ესეთი მდგომარეობით, პირველ ფეხს ვდგამთ იქ, სადაც დადებულია ეს მხარე, თუ აქეთ იქნება დადებული, შემიძლია მაგალითად აი ესე დავიწყო, ხო? ესე თუ დევს, ესე შემიძლია დავიწყო. დავდგები და ფეხებს ვშლი მხრების სიგანეზე. ვგრძნობ ბალანსის დაფას, ვტესტავ, როგორ ფუნქციონირებს, საით გადადის წონა, როგორ შემიძლია გავაწონო სწორად და დავაბრუნო ჩემი სხეული ცენტრში. ანუ ამ შემთხვევაში მთავარი არ არის, რომ ესე გაშეშდე, თუმცა ერთ-ერთი კომპონენტი ბალანსის დაფის არის, რომ იპოვა შენი ღერძი. და მიხვდე იპოვა შენი უსაფრთხო პოზიცია ბალანსის დაფაზე. ამ შემთხვევაში ეს არის ხოლმე აი ესე შუაში და ამ პროცესში ძალიან გეხმარება ადამიანს, რომ იპოვა შენი სუნთქვა, შენი სიმშვიდე სუნთქვაში. როგორც კი მიხვდები, რომ შენი სუნთქვა დაბალანსდა და აღარ ხარ ქაოსში და არ გაქვს რაღაც ესეთი აღტკინებული სუნთქვა, მაგ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში ესე ხდება ხოლმე, რომ მაშინ ხვდები და იწყებ შენი სხეულის მოსმენას. სუნთქვა ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ ვეძახი მედიტაციას მოძრაობაში, რომ სუნთქვაზე გაქვს მთავარი ფოკუსი და შენი გონება და სხეული ერთად მეგობრულად მუშაობენ. შემდეგ უკვე შეგიძლია გააკეთო ესეთი მარცხნივ გადასვლები, მარჯვნივ გადასვლა, შეეცადრო გააჩერო ბალანსის დაფა. ეს დამწყებებისთვის არც ისე მარტივია, მაგრამ ერთი რაც მინდა კიდევ რომ დამწყებებს ურჩიო, არის რომ კარების ჩარჩოს ქვეშ შეგიძლიათ მოათავსოთ ბალანსის დაფა და ხელებით მოეჭიდოთ. ერთი კიდე მთავარი რაც არის, ეხლა რადგანაც გარეთ ვართ, ამიტომ ფეხსაც მლით ვდგებით, მაგრამ მე რეკომენდაციას უწევ ფეხში შუალ balance boarding-ს, ფეხში შუალს. კი, სახლში მეც ბევრად უკეთესია. ეხლა თან ცივა. კი ბატონო, ესე იგი ვიწყებ აქ. დიახ. სწორია. და ფეხებს ვშლით მხრების სიგანეზე. ეს ახლა ესე. ნელი მოძრავით და სუნთქვაზე ფოკუსით. მე არ ვნერვიულობ თუ დავეცი, მაინც კახელი ვარ, ხისთავი მაქვს. არაფერი მომივა. თქვენ იდარდეთ. შეიძლება გაიბზაროს. გააჩნია, როგორ დაეცემ, რა სიმძლავრით ხეს გააჩნი. ხეს გააჩნი. კაკალი ხარ? კაკალი ვარ. მუხა. მუხა. ფეხზე გადამიხე რა გენაცვალი. და როგორც კი დაიჯერებ, კი, ნამდვილად კი. და რეფლექსსაც ხა უფრო გიღვიძებს, ხო?
გონებასთან არის პირდაპირ, ანუ გონება იღებს სიგნალებს სხეულისგან. ამიტომ არის ხოლმე ხშირად რომ ჩვენი როდესაც თვალებს ხუჭავ, balance boarding-ი ფაქტიურად შეუძლებელი ხდება ხოლმე. ანუ გონება სრულიად ჩართულია ყოველთვის იღებს ინფორმაციას გარემოსგან, ანუ ჩვენი ყური ისმენს გარემოსგან ამ ინფორმაციას, ჩვენი თვალები ხედავს და აღიქვამს გარემოს. ეს ყველაფერი ტვინთან არის პირდაპირ კავშირში და აძლევს ტვინს სიგნალებს. როგორ იმოქმედოს, როგორ გათვალოს შემდეგი ნაბიჯი და ამ პროცესს ძალიან ეხმარები მშვიდი სუნთქვით. იმიტომ რომ სუნთქვაც, აი დაკურებული ხარ ალბათ, რომ როცა ძალიან ღელა, სუნთქვაც გიჭერს და ან ძალიან რაღაც გიჩქარდება გულისცემაც მე ამ ყველაფერს აყვება და როდესაც ამშვიდებს სუნთქვას, ამ შემთხვევაში გონებაც ისვენებს და სხეულიც და ეს ორი ერთად მეგობრულად როცა მუშაობენ, მაშინ მოდის უკვე ძალიან კრეატიული იდეები, ესეთი სასიამოვნო შეგრძნებები და აი ამის ზუსტად ამაზე აკეთებს აქცენტს balance boarding-ი და ძალიან მომწონს ხოლმე ეს ფაქტორი ამ balance boarding-ის, რომ შეგიძლია გააკეთო ნებისმიერ ადგილას 1 კვადრატულ მეტრში და ამისთვის არ გჭირდება რაღაცა ჯიმში წასვლა ან რაღაცა დიდი საკონცერტო დარბაზი ან რაღაც. მთავარია რომ ზედაპირი იყოს სწორი და ქვემოთ გქონდეს იოგას მატი, რომ მაინც უსაფრთხოებისთვის ნორმები იყოს დაცული. დამწყებებისთვის ფეხების გაშლა მხრების სიგანეზე არის ყველაზე მარტივი სტარტი და დანარჩენი უკვე შენ შეგიძლია ექსპერიმენტი გააკეთო და დადგა ფეხები მაგალითად ახლოს, რაც უფრო გაართულებს ამას. ცალი ფეხით? ცალი ფეხითაც შეგიძლია, ეს არა beginners, მაგრამ უკვე შეგიძლია level-ზე. როცა უკვე დაამუღამებ. ჩემი შვილი უკეთესად დგას. ჩემს გამოცდილებაში ყველაზე მარტივად ითვისებენ ხოლმე ბავშვები და არასდროს არ აქვს შიშის მომენტი. ძალიან იშვიათად, ანუ თითქმის არ მახსენდება, რომ ბავშვს ქონდეს ის შეგრძნება, რომ ვაიმე, ხა რო წავიქცე. პირველი ეგრევე მიდიან ხოლმე, არც იციან რა როგორ გააკეთონ, ინტუიციურად ძალიან პატარა ბავშვი იყო, ფაქტიურად, ანუ სიარულიც არ შეეძლო რა, თვეების ბავშვი იყო. მივიდა და დაწვა ბალანსის დაფაზე მუცლით. და აი მანდ მივხვდი, რომ ეს ინტუიცია ბავშვი იმდენად გაღვიძებულია, რომ ვცადე მე თვითონაც მუცელზე დაწოლა ბალანსის დაფის და იმდენად სასიამოვნო იყო და ისეთი მარტივი transition იყო, რომ ბალანსის დაფასა და ჩემს შორის, ანუ ჩემს ხელსა და ბალანსის დაფას შორის, რომ მივხვდი, რომ ძალიან ბევრი სავარჯიშოს გაკეთება შეგიძლია რეალურად ბალანსის დაფაზე. ანუ სინერგია მოხდა თქვენ შორის. შეგიძლია რომ გვაჩვენ რა, ხა ამაზე ფეხით ვიდექ, თორემ მეორე ხა სუფთაა და ეს ხელებს წინ კერდის სიგანეზე ვდებთ. დიახ, რისი აღნიშვნა გსურდათ? რისი და ესე იგი მსოფლიოში თან ესე გიყუროთ წინააღმდეგი არ ხარ? მსოფლიოში ფაქტობრივად პირველად და ისტორია დაიწერა მაგ დღეს ბევრმა არ იცის ესე იგი და მინდა მაინც რომ დავაფიქსირო აქაც რა. როცა შენ და თეკუნამ ერთად ჩაატარეთ ნეიროგრაფიკა ბალანსის დაფაზე და ეს იყო განსაკუთრებული გამოცდილება იყო. კი და კიდე საერთოდ სხვა ამბავი იყო და ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრ რაღაცას ერთად მოიცავდა. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო და გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა კიკეთის ფერმის სახელოსნოს და კიკეთის ფერმას, იმიტომ რომ მართლა სასწაული workshop-ი გამოვიდა, ჩემთვის ძალიან ახალი იყო და ექსპერიმენტული და საუკეთესოდ სინთეზირებული ამ ორი აქტივობის ერთად გადაკვეთა და ანუ მართლა ძალიან დადებითი ემოციებით ვიყავი განწყობილი და ნუ ამ შემთხვევაში ხა კონკრეტულად ეს იყო ბალანსი მასკულინურ და ფემინურ ენერგიებს შორის და აი დასაწყისში რო ვთქვით რომ ადამიანი ყოველთვის აქ წამყვანი ფეხი მარცხენა ან მარჯვენა, ანუ ამაში გამოიხატება რომ თურმე ფსიქოლოგიაში არის ეგეთი
ის რომ მასკულინური ენერგია არის მარჯვენა მხარე სხეულის და ფემინური არის მარცხენა მხარე. და ამ ორ შორის ბალანსი ხდება აი ამ პოზიციაში, აი როცა აქ ხარ. და როგორც ხელოვნებაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი სინთეზი, იმიტომ რომ ფემინურ ენერგიას აღიქვამენ როგორც ხელოვნებას აღიქვამენ როგორც ფემინურ ენერგიას და მასკულინური ენერგია არის უკვე, როდესაც არა მარტო ქმნი, არამედ უკვე ასრულებ და რეალიზაციას ახდენ შენი ხელოვნების. და აი ამ ორ შორის ყოველთვის არის ძალიან დიდი ბალანსი დასაჭერი და საპონი, იმიტომ რომ მარტო ფემინურ ენერგიას როცა მიუყვები, არის რომ სულ ხარ რაღაცა ძალიან ღრმა გრძნობებში და ჩადიხარ რაღაც შრეებში, შლი შენს ხელოვნებას, ანუ flow-ს პოულობ და ქმნი, მაგრამ ანუ თუ არ რეალიზდა შენი ხელოვნება ისე შენ როგორც გინდა, მაგალითად, ნუ ამ შემთხვევაში ხა, ჩემ შემთხვევაში არის მონეტიზირება ჩემი ხელოვნების, ხო? ანუ ქმნი ამ ხელოვნებას და მინდა რომ სოფლიომ გაიცნოს და ნახოს რა არის, რა შესაძლებლობები აქვს და შეძნება, როცა რაღაცას ქმნი და თან ეს შენი ყოველი საქმიანობა შეძელი რომ ბიზნესად გადაგეკციე. ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება არის, რაც კი შეიძლება დედამიწაზე მე ვიპოვო. რომ ჩემი ხელოვნება არის დაფასებული, მონეტიზირდა, ანუ და შემოსავალი მაქვს იმით, რაც მე მიყვარს. ყველაზე რთულია, ძალიან რთულია და ხშირად არის ხოლმე, რომ ხელოვანის ცხოვრება არ არის დაფასებული და კიბის ქვეშ ცხოვრებასთან ასოცირებული არის ხოლმე. აი ხა დღესდღეობით რასაც ვაკეთებ, ცოტა არის, მაგრამ ყველა ნივთს აქვს ხელით შექმნილი ისტორია და იდეა უკან, რომელიც ანუ ღრმა არის და პირდაპირ კავშირი არის მომხმარებელთან რა. ყველა ჩემს მომხმარებელს ჩემთან აქვს უშუალოდ კონტაქტი და მაქვს კიდე ერთი ეგეთი ბალანსის დაფების ხაზი, როდესაც პერსონიზებული ბალანსის დაფები იქნება. აი გმინდა და ახლა მეკითხა, რა შესაძლებელია ხა? ხო, ძალიან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მიმდინარეობა არის ეგ, როდესაც ჩემთვის რა არის ლამაზი, მაგას კი არ ვქნი. ერთად ვქნით ამ პროდუქტს, როდესაც ადამიანი მეუბნება რაღაც იდეა აქვს, ან უყვარს რაღაცა ფერი, ან რაღაცა სიტყვა, ან რაღაცა ფიგურა, სიმბოლო და უნდა რომ ჩემთან ერთად შექმნას ეგ კონკრეტული იდეა და მე მირჩევს ამისთვის, რომ მე ვიყო მისი კალამი, ან ფუნჯი, ან საღებავი რა და ჩემთვის ეგ ძალიან საყვარელი მარკერი. ხო, მარკერი. ძალიან მაგარია. გუაში. ანუ ფაქტობრივად შენ მან მრავალფერო, შენ უბრალოდ ესე ერთი ხაზით არ ხარ რა, რომ აი შენ ინსპირაცია მოგივიდა, რაღაცა იდეა ჩადე, ისტორია დახატე დაფაზე, ანუ აძლევ მომხმარებელს იმის საშუალებასაც, რომ თვითონ რაღაცა იდეა შემოგთავაზოს და შენ შემდეგ მასთან ერთად შექმნა, დამატებით ბალანსის დაფა, უკვე ნეიროგრაფიკა დაამატე ბალანსის დაფაზე. ანუ საკმაოდ მრავალფეროვანი მიმართულება გაქვს და მე ეჭვი მაქვს, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გექნება და გაქვს რაღაცა ესე მიზნად, რომ აი მომავალი 2 წლის განმავლობაში აი როგორ ხედავ შენ საქმიანობას, როგორ უყურებ? მომავალი 2 წლის განმავლობაში ძალიან მინდა, რომ სიტყვით და არა მარტო საქმით დავამყარო კომუნიკაცია მომხმარებელთან, ან პოტენციურ მომხმარებელთან. ნუ რატომღაც გონია, რომ ან ამბიციაც გვაქვს რაღაც მხრივ, რომ ჩვენი ხელოვნება ამბობს ჩვენ სათქმელს და მარტო ეგრეც არ ყოფილა და აღმოჩნდა, რომ სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო რომ ითქვას და მინდა, რომ ვიპოვო ღმერთმა მაპოვნინოს ისეთი ენა, რომლითაც ამ სათქმელს ჩემს ხელოვნებას წავამატებდი მარილად და ვიტყოდი სათქმელს. რადგან სათქმელი ძალიან ბევრია, ჩემს გონებაში არის და მინდა რომ გარეთ გამოვიდე. რეალურად შენ ეხლა ქვეყნისთვისაც ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და ანუ ქართველი ხალხისთვისაც კი შენს ბალანსის დაფებს საზღვარგარეთაც ყიდულობენ.
მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოს შემოვიდა აქტიური სპორტული ცხოვრება. აქამდე იმდენად არ იყო. ნუ ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, ამას ლოგიკური ახსნა აქვს, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია რა ესეა და შენ პირველი იყავი, ვინც ასე ვთქვათ, ბალანსის დაფის კულტურა შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში და ის რომ აი ესე ვცდილობ რა თუნდაც სკოლებსაც თავაზობ, დასრულებსაც, ამის პოპულარიზაციას უწევ, ეს ძალიან კარგია და საკმაოდ ისეთ დიდ ნაბიჯს დგავ ჯანსაღი ცხოვრების წესის შექმნაში. შენ აღნიშნე, რომ პირველი ბალანსის დაფა გაიყიდა ჰოლანდიაში, ხო? ან ჰოლანდიელმა მეგობარმა შეიძინა. ზოგადად მე აი წლებია ვაკვირდები დინამიკას საქართველოში. სხვათა შორის ლოგიკური ახსნა მაინდა-მაინც ვერ ვუპოვე, იმიტომ რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ხელსაქმესთან არის ძალიან ახლოს. საკმაოდ დიდი გემოვნება აქვს და საქართველოში ხო ქართველები ზოგადად აი ხელოვნებასთან ახლოს ვართ ძალიან რა და წესით ჩვენთან ყველაზე მეტად უნდა ფასობდეს, მაგრამ რატომღაც ძალიან ბევრი არტისტი საზღვარგარეთ უფრო მეტად ახერხებს მონეტიზაციას თავისი ნამუშევრების, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, თუმცა რამდენიმე წელია შედარებით ცოტა იცვლება ეს მდგომარეობა რა და აი შენ როგორც არტისტი რა სირთულეებს წააწყდე ჩვენს ქვეყანაში რა პირველი რაც ეხა გამახსენდა არის რომ ჯერ ტერმინოლოგია, ანუ ისევ და ისევ ანუ კომუნიკაციის პრობლემა რა, რომ ანუ ჩვენთან არ არის კი ხელოვნება ოდითგანვე რაღაცა ანუ ჩვენთან არის თითქმის სოფელში რო ჩახვიდე, ანუ მწინდებს რო ქსოვენ, ანუ ეგეც ხო ხელოვნება, მაგრამ ეს ხელოვნების სარჩული არა გამოკრული. ანუ არ არის საერთოდ ეს ცნობიერება, რომ ხელოვნება, როცა ხო, ანუ ყოველჩვეულებრივი ის არის. ზუსტად შენ რაც თქვი, რომ საქართველოში თუ წინდას ქსოვ. დიდი სხვაობა არ არის ქართულის. ხო, არ არის ტერმინოლოგია არ არსებობს რა და ძალიან რთული არის ხოლმე თვით გამოხატვის ასპექტი და უცხოეთში, ანუ გინდა სადაც არ უნდა, ანუ ეხა ინგლისურად მაგალითად და იტალიურადაც შეგიძლია მაგ ორ ენაზე შემილია რომ ჩემი თავი გამოვხატო ხელოვანის ჭრილში. საქართველოში აი ხელოვანიც რაღაც თითქოს სხვანაირად არის ქართველების ამბავში რომ იმდენად ყველა ახლოს ვართ რომ და არასდროს აი თუნდაც შენ რაც თქვი ხო არ დაგურქმევია სახელი აი ცოტა ის ამბიციურ ამბავად ჟღერს. აი მე მაქვს ეგ მომენტი, რომ მე განათლებით არ ვარ ხელოვანი ფინანსისტი და მარკეტოლოგი ვარ. ბუნებით ხარ. ხო, ბუნებით ვარ, ანუ ყოველთვის ბავშვობიდან ყოველთვის ვიყავი ხელოვნებასთან და აი ბოლო 1 წელია თამამად ვამბობ, რომ ვარ ხელოვანი, მაგრამ აქამდე მქონდა კომპლექსი, რომ რადგან არ დავამთავრე სპეციალობა ხელოვნების განხრით, მერიდებოდა მეთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიყავი დიდი ხნის ხელოვანი რეალურად რა და აი ეგ მომენტიც ხო არ არის, რომ აი ჩვენ ქვეყანაში ცოტა მაგხრივ დაძაბული, რომ რაღაც აი განაცხადს თუ გააკეთებ, შეიძლება ის კაფეოთ ვერ მიიღონ რა და ეგ ფაქტორი არის. პროცედურა თუ ჩავეცვა. ცივა. ერთუთი მან დაახლა კადრიც მინდა და. რა გინდა? დაგაგვიანდა, ცოტა უფრო სწრაფად. ჭიშკართან შეიძლება, იცი, მართალი. რაც არის ეგ არის მშია. მოდი ხარ განასვლა. კი. აქვს მნიშვნელობა აი დღის რომელმონა ხარი აი ვარჯიშს მაგალითად აქვს მნიშვნელობა ანუ თან გააჩნია ვარჯიშს და ბალანსის დაფაზე დგომას აქვს მნიშვნელობა ან ყოველ შემთხვევაში სასურველი თუ არის რომ აი დღის რომელმონაკვეთში ჯობია აი დილის აქტივობის არაჩვეულებრივი საშუალება არის დილას რო იღვიძებ ეგრე ვღილდები ვარჯიში ხო ბალანსის დაფა აბსოლუტურად განსხვავდება ხო ვიზუალით. აი ეს შთაგონება საიდან მოდის ხოლმე, იდეა საიდან მოდის და როგორ იწყებს საერთოდ ამის დატანას დაფაზე, ჯერ სადმე ჩანახაც აკეთებ რაიმე ფურცელზე თუ პირდაპირ ხარფაზე გადადიხარ და რაც იქნება. ხო. ესე გეკითხა, ანუ შაბლონურად არ მიყვები ხოლმე რაღაც რიტუალი არა მაქვს.
ერთადერთი რაც შეიძლება ყველაზე ხშირად იყოს ჩემს ყოველდღიურობაში სანამ ხატვას შეუდგები არის ხოლმე ენერგიის კონცენტრაციისთვის სასურველ მუსიკას უსმენ ხოლმე. ეგ არის ალბათ რასაც ყოველთვის ვაკეთებ. რამე კონკრეტული ჟანრი თუ? კონკრეტული ჟანრისაც ვერ ვეტყვი. ვერ ვიტყოდი ესე რა კონკრეტული ჟანრია თქო, იმიტომ რომ სულ იცვლება. ჩემი ყველა პლეილისტი არის აჯებსანდალი. ანუ ცოტა ყველაფერი არის. ჯერ ჩანახატს აკეთებ. ყოფილა შემთხვევაში ჩანახატით დამიწყია, მაგრამ ძირითად შემთხვევებში, რასაც ვაკვირდები, არის ხოლმე რომ პირდაპირ ცარიელ დაფას ვიღებ და ანუ არ ვიცი თვითონ თითქოს დაფა თავისით მოდის. ხო, დაფა მეუბნება რა უნდა გამოისახოს ეს ხილვები მაქვს ხოლმე ძირითად. და მე რაც შევამჩნი, ანუ შენ არ იყენებ მაინდამაც კონკრეტულად, ანუ ზეთის სახელოსაც იყენებ აკრილსაც, ფლომასტერსაც, ჩვეულებრივ მარკერებსაც ვიყენებ ხოლმე. ხო, ანუ რეალურად შეზღუდული არ ხარ. მე მომწონს ყველაზე მეტად ის, რომ იმდენად შენი სტილი გაქვს რომ ანუ აი ხე რომ დაიწყოს ერთი 10 ადამიანმა პირობითად ხო ბალანსის დაფების გაკეთება და ჩამოალაგოს ყველამ თავის ნამუშევრებს ზუსტად ვიცი რომ შენსაც აბსოლუტურად ყველას გამოვარჩა მივხვდები რომელია შენი იმიტომ რომ მიუხედავად რომ ყველა შენი ბალანსის დაფაზე სხვადასხვა ნახატია შენი სტილი იგრძნობა უკვე რა კი და ეგ არის ფიქრობ, რომ აი ხელოვანი ადამიანისთვის ეგ არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული და ერთ-ერთი პირველი, რაც ითვლება, რომ აი მიაღწია მან თავის წარმატებას, იმით, როცა უკვე სხვა მომხმარებელს თუ სხვა ადამიანს შეუძლია ამოიცნოს მისი ნამუშევარი. ნახოთ რა გამოვიდა. ესე გამოიყურება. ძალამაზია. მადლობა მოსკრო მომიწვიე. გისურვებ წარმატებას შენი ახალი წამოწყებისთვის. გისურვებ რომ ის მიზანი რეალურად რაც დაისახე რომ მაყურებელი უფრო ჩართული გახდეს შიდა სამზარეულოში და ვორქშოპების იდეა გაიგოს და გააცნო. გისურვებ მაგაში წარმატებას რომ კარგად გამოგივიდეს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით. ძალიან სასიამოვნო იყო ამ ვიდეოს ჩაწერა. ამინ. წარმატებას გისურვებ. მადლობა. მინდა რომ უფრო მეტად გაფართოვდე და უფრო მეტი ახალი რაღაცები მოიფიქრო ბალანსის დაფასთან ერთად. და მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. თქვენ კი დროებით.